აი ამ სახლში ამბობენ რომ სულები ცხოვრობენ. მე კი მინდა რომ ის ვიდეო კამერით აღვბეჭდო. საქართველოში უამრავი სახლია, სადაც ამბობენ რომ იქ მოჩვენებები ცხოვრობენ. დღეს კი მე ერთ-ერთ ასეთ ადგილას მივდივარ და ვცდი, შევძლებ თუ არა კამერაზე მათ დაფიქსირებას. თუ რამე მოხდება, ამას შენც ნახავ. აი მე რამხელა, ბიჭო. ორფიქს ბიჭო. ხმა იყო დედას გეფიცები ხმა იყო. თავიდან მინდოდა კოჯის დაწყებულ სახლში წავსულიყავი, თუმცა აქ უამრავი ქართველი იუთუბერს აქვს ვიდეო გადაღებული და აშკარაა რომ იქ სულები არ არიან. ამიტომ დავიწყე რამე უფრო მისტიურის მოძებნა და ამ ძიებაში აღმოაჩინე ერთ-ერთი სოფელი სახელად კარსანი, რომლის ირგვლივ ბევრი საინტერესო ლეგენდა არის. გადმოცემით 1904 წელს ბერიის ბრძანებით ეს სოფელი დაიცალა. აკი თბილისის ობსერვატორია გახსნეს, რომელიც 1935 წლამდე ფუნქციონირებდა. თუმცა ობსერვატორია გასაიდუმლოებული იყო და იქ რას აკეთებდნენ, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. ბევრი ამბობს, რომ იქ ხალხზე ატარებდნენ ცთებს. და სწორედ ამ ადამიანების სულები შესაძლოა იყოს ამ ადგილას, რომელიც მე კამერით უნდა დავაფიქსირო. ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია ამ ადგილის შესახებ არ იძებნება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტე მენახა ჩემი მეგობარი, რომელიც ურბანული მკვლევარია და 200-ზე მეტი შენობა აქვს გამოკვლეული და კარგად იცის ამ ადგილის შესახებ ამბები. ამ ადამიანს ქვია თორნიკე და არის ურბანული მკვლევარი, რომელსაც საქართველოში მგონი ყველაფერი ნახი აქვს და დღეს მოგვიყვება კარსენი, ხო? კარსანის ობსერვატორიაზე, რომელზეც ამობენ რომ შიგნით სულები ცხოვრობენ. რაც შეეხება კარსანს, საკმაოდ ლეგენდარული ადგილია და ბევრ დამთვალიერებელს იზიდავს. სხვადასხვა ლეგენდებია, როგორც თვითონ სოფელში, ისე მის შემოგარენში ამ ობიექტთან დაკავშირებით. ცნობილი გახდა თავის დროზე კარსანის გეოფიზიკის ობსერვატორიით, რომლის შენობაც 1905 წელს დაიწყო, როგორც მახსოვს, 1939 წლამდე იფუნქციონირა და დღესაც ახლა კარსანში რო ახვიდეთ, სოფელში გზაში შევხვდებით ეგრეთ წოდებულ ბლოკპოსტებს, როგორც ადგილობრივმა თქვა, სადაც 500 მეტრის რადიუსში იცავდნენ ამ ობსერვატორიას, რომ მის მუშაობას ასე ვთქვათ, საფრთხე შექმნა და არ შეფერხებული იყო ეს ყველაფერი. მანდედან მოყვება უკვე რიგი ლეგენდები, როგორც ლავრენტი ბერიაზე, რომ ლავრენტი ბერია მედიაში როგორც იძახიან, რომ აქედან ხალხი გაასახლა და დაარქვეს სოფელს, როგორც სოფელი მოჩვენება, იმიტომ რომ იქ აღარავინ ცხოვრობდა და საკმაოდ მისტიური ადგილია რეალურად რო ვთქვათ, იმიტომ რომ მიდიხარ უბრალოდ ტყეში და ხედავ მთაში შესასვლელ კარებს. რაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იცოდე წინასწარ იქ რა არის, მაინც საკმაოდ მისტიური და მიმზიდველი ადგილია. საინტერესო ისტორიები გეცნობდება მაგ ადგილთან დაკავშირებით და ერთი-ორი ისტორია რომ მოგვიყვება, აი თუნდაც მაგ რიტუალებზე, მოჩვენებებზე, იმიტომ რომ მე რეალურად მაგ ავდივარ, იმიტომ რომ დავაფიქსირო მოჩვენება. ლეგენდას მოვყვები, რომელიც აი ობსერვატორიის გაუქმების შემდგომ პერიოდში წამოვიდა კარსანში, რომ აი ბერიამ გააუქმა, სოფელი გაასახლა, დაიწყო საიდუმლო იარაღზე მუშაობა და როგორც ამბობდა, რომ იქ ხოცავდა ან ნებისმიერ ასე ვთქვათ უცხოელ მეცნიერს, რომელიც სიტყვაზე არ მისცემდა იმ შედეგს, რა შედეგიც მას სურდა. რეალურად ხა იმ პერიოდში ნამდვილად არ ვიცი რა მოხდა იქ და ეს ყველაფერი დარჩა ესე. არანაირი ბერია, არანაირი ისე, მაგრამ რა იცი რა ხდება, ხო? არა სიმართლე არავინ არ იცის ახლა მით უმეტეს იმ მომენტიდან და საინტერესო შეიძლება რეალურიც იყოს ეს ისტორიები, კიდე ძალიან ბევრი იმაში ყოფილი დაახლოებით რამდენ ასე მსგავს შენობაში ყოფილი ხარ? მიწის ქვეშ თუ მიწის ზემოთ. ყველგან დაახლოებით 200-მდე შენობა გექნება ალბათ ნახე. და ამ 200 შენობის ნახვის დროს რამე ისეთი უჩვეულო თუ შეგიმჩნევიან მომხდარა, რასაც ვერ ახსნი თქვათ. აი ყოფილა, მაგათ სადაც ახლა ჩვენ ვართ ამ ლოკაციაზე. ძალიან საინტერესო ფაქტი იყო, თან მარტო არ ვიყავი ერთ-ერთი ჩაწერა გქონდა ერთ-ერთი ტელევიზიისთვის, ისტორიულად ვიყევით ამ ლოკაციას. როცა გავიგეთ აი რაღაც ქალის ხმა, რაღაც აი თითქოს ტირის, თითქოს ხნეშის რაღაც ეგეთი ხმა და ანუ ეს მარტო ჩემი რო ყოფილიყო, რომ მეთქი მე ხო არ გავიგონე, მეთქი გაიხარ რაღაცა მომეჩვენა, ამდენი ხანი მიწის ქვეშ დადიხარ შეიძლება რაღაცები გელანდებოდეს, მაგრამ საქმე ისა რომ ოპერატორმაც და ჟურნალისტმაც გაიგეს ერთმანეთს გაასწრეს აქედან. მე აქ იყო მთელი რიგი დიალოგები, რომ ახლა მეთქი ვიღაცას თუ ჩემს ზემოთ ახლა არის ოფისები, რაღაცას მაიმუნობს, მეთქი ძალიან გთხოვთ. ზედა სართულებზე გააგრძელეთ ან ჩუმად ქენით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქ რამდენიმე ზედა სართული უფუნქციოა საერთოდ. ანუ არ ვიცით საიდან როგორ რანაირად ეკვა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მომენტი იყო. ასევე თორნიკემ გაიხსენა ამბავი, რომელიც ადგილობრივმა მოუყვა კარსანის შესახებ, სადაც თურმე რიტუალებსაც კი ატარებენ. როგორც გითხეს, იქ ყოფილა მთელი რიგი რაღაც რიტუალებს აკეთებდნენ, თუ რა იმიტომ დარბოდნენ, ანუ ერთ-ერთი ქალბატონი იძახდა ადგილობრივი, რომ ანუ მე თვითონ ყავსო დანახიო, რომ შიშვლები დარბოდნენო, შიგნით ობსერვატორიის შენობაში და წარმოიდგინეთ, ხო როგორ დასანახიო მონასტრიდან ამოვდიოდითო და
ამ ფაქტს ხედავთო რა და ამ ყველაფრის შემდეგ მაქვს ესე საბოლოო კითხვა. გჯერა თუ არა მოჩვენებებს? ზოგადად ყოველთვის ამ ყველაფერზე ერთ და იგივე პასუხს ვცემ რა. რეალურად სიტყვა თუნდაც მოჩვენება, სული, რაღაცა დემონი, ეს ჰაერიდან ხო არ მოდის არა? ეხლა ეს ძველი ამბავია, საუკუნეების წინ იღებს სათავეს, მაგრამ რაღაც ჩვენმა გონებამ ეს ყველაფერი აქ იქვა, რომ არსებობს. მაშინ რატო არ წარმოვიდგენთ მაგალითად ხუთფეხა ქათამს, ხო არავის არ წარმოუდგენია და არ უფიქრე, რაღაც ამაზე საუბარი ყოფილა. ანუ ეს ყველაფერი დამაჯერებელია და არსებობს, როგორც გვწამს ღმერთის, ასევე გვწამს საპირისპირო იმის. დიახ, გარდა სულის, რასაც ეკლესიაც ამტკიცებს, სხვა შემთხვევებში. და არის ბევრი ჩანაწერები და ხარ რთულია რომ ამ ყველაფერზე თქვა რომ არ მჯერა მაშინ ადამიანს ბევრი რაღაცა უნდა გჯეროდეს რა და მარტო ადამიანი არსებობს დედამიწაზე და მაგ ლოგიკით უნდა მიდიოდა და ხო ძალიან საინტერესო მეგონა რომ რაღაცნაირად შიში დავამარცხებდი მაგრამ პირიქით შიშები შევიძინე ამიტომ რომ თლად არ მიდასტურებს რომ ლეგენდებია შეიძლება სიმართლეც იყოსო და რა იცი იქნება მართლა დავაფიქსიროთ მოჩვენება კამერით რაც უცნებას მაქვს რომ ეგეთ რაღაცებს დავაფიქსიროთ ასევე თონიკემ ჩამიტარა პატარა ექსკურსია ბუნკერის სადაც ვნახე პატარა ბავშვის ნიღაბი რადიაციის გამზომი ხელსაწო და სხვა მრავალი საინტერესო რამ. მოკლედ მსგავსი ექსპერიენსი თუ თქვენს გინდათ რომ გამოცადოთ, თონიკეს ინსტაგრამი იქნება აღწერაში და შეგიძლიათ ბუნკერის ექსკურსია მასთან დაჯავშნოთ. თონიკემ ასევე საინტერესო წინადადებაც შემომთავაზა. თუ კი ეს ვიდეო ავა 5000 ლაიქზე, შემდეგ ვიდეოს ჩავწერთ ყველაზე დიდი ბუნკერიდან, სადაც გავატარებთ 24 საათს, ხოლო მსგავს ბუნკერებში ტყვე-მუშა ხელს ატანდნენ კედლებში, რაც ამ ადგილებს ორმაგად საინტერესოს ხდის. ამიტომ დაალაიქეთ ვიდეო რათა მალე ავიდე 5000 ლაიქზე. რამდენ ლაიქზე უნდა ავიდეს ეს ვიდეო რომ მსგავს გვირაბში გავატაროთ 24 საათი? მოდი 5000-დან დავიწყოთ და ბევრია ჩემი აღის. არა, რატო ხალხი მოინდომებს 24 საათი ბუნკერში ვინ დარჩენილა. მოკლედ ახლა დავალოდო ძვიგოს და შემდეგ წავიდეთ ამ ცნობილ სულების სახლში. სადაც ამბობენ რომ უბრალოდ სულებია დიდად არ მჭირა მაგის, მაგრამ შევამოწმოთ. საათ ხარ? შენ საწოლში ისე დადგა სადაც არ უნდა ყოფილიყო 10 წუთში მანდვა 10 წუთი გავიდეს სადა ხარ 10 წუთი გავიდა მაგრამ შენ რო დავა ჩამოიხედა და დაინახო ამ ხელა საწოლია მაპატიებდი ანუ კიდე საწოლში ხარ რა ჩვენი ქნოთ 2 საათში ალბათ მერტო რადგან ვერ გავითვალისწინეთ საწობი და გზაც არ ვიცით კარგად ამის გამო დაგვაღამდება რაც შემდგომში ცუდ გავლენას იქონიებს ჩვენს მოგზაურობაზე სულებს მოვიდა. გამარჯობათ. საგმიდიოთ. დაწესებულება სადაც სულები ბინადრობენ ჩემი ინფორმაციით და ხო არ გეშინეთ სულებს თქვენ? რა სახის სულები უფრო კონკრეტულად რო გითხრათ? ბერიამ და ხოცა ხალხიო და მაგ არიანო ზუსტად არც მე არ ვიცი. არა ნახე მაგ ვიცარევასებოდათ. მიყავდათ რა და ვითო ექსპერიმენტებს ატარებდნენ, მაგრამ ხოცავდნენ რა ვიცი სისტემის წინააღმდეგ მიდიოდა. და ეხლა ჩვენ რა უნდა ვქნათ მაგათ? სულები უნდა გავძებნოთ. სულების მხედველი აპარატი გვჭირდება, მაშინ ჩემი აზრით უნდა შეიძინო. ხო, თუ გინდათ არხის განვითარებაში დაეხმაროთ, აღწერაში იქნება კასაჯის ლინკი, სადაც შეგიძლიათ თანხა დამერიცხოთ. გადმოვედით რაღაცა შემოსახვევში. ძალიან უცნაურ ადგილას. მე ხახტება ჩემი კაი რა ძალიან საშიშად გამოიყურება და 10 წუთია მოვდივართ უკვე და ჯერჯერობით უღრან გზას ვადგავართ სადაც არ ვიცარდოთ საითმით ისეთ გზა რისთვის არის გაკეთებული ეს არის მოტეხილი ხო ის რო შლაგბაუმია გატეხილი ანუ თლად ლეგიტიმურ არ შეიძლება აქ რო ჩვენი შესვლა იყოს შლაგბაუმია გატეხილი აქ შლაგბაუმი იყო აბა წავიდეთ ჩვენი სოფელში შესვლა თავიდანვე პრობლემები დაიწყო ვინც არ იცის მე გაქანებული ცინოფობია მაქვს ძაღლების ალყაში ვარ. ყველა მხრიდან ძაღლების ხმა, მეგობრ, იქიდანაც ძაღლების ხმა, აქიდან ძაღლების ხმა. ანუ გეშინია ძაღლების? ბიჭო, ბევრისო, ერთი როა არა უშავს, მაგრამ ბევრი როა ძალიან ჯგუფური თავდას ხო? გადაწყვიტა ჩემი ძაღლების შიში დამეძლია და პური წამეღო, რითაც ძაღლებს გულს მოულბობდი, მაგრამ აქ ვიღაცა არის გონი. ცხოვრობენ აშკარად. აუ რა სიცივია და რაღაცნაირი გარემოა იმე. გონი დღეს ვერ გადავიღებ, ძაღლების მეშინია. აუ მოჩვენებელი სულების ათებელად არის მოწული და. აუ რა ცუდია გადამღები რო უკანა. ვაიმე რამხელა ბიჭო. ორბის ბიჭო.
რომ ხელო ის ხელო ძაღლია. მორბოდა თუ არა? ხო, ბიჭო. ხო, ამ რეაქციით ალბათ წარმოიდგეთ რომ ჩემ წინ რაიმე გააფთრებული ნაგაზი დავინახე, თუმცა აი მეგობრებო, ეს ის ძაღლია რომელსაც მე ასე შემაშინა. მიდი აბა მოეფერე. მე მაგრად მეშინია ძაღლების მეგობრებო. ჩვენი ზვიგო ცდილობს რომ მოითვინიეროს ახლა. მოითვინიერე უკვე. Far Cry. მოითვინიერო. უღრენს აშკარად. Far Cry Primal. იმის ერთად რო გზა არ ვიცოდით, მანქანაც გაგვეჭედა მთაში. ვახშე. თუმცა არ ყოფილა საშიში ეს ძაღლები. რა საშიში? აგეშინიო რომ მიგიხარ რა წარმოვიდგინე რო აღმიწერე, მეთქი აი აი ამ ძაღლი ასე დაკუთვნა ბანერი უჭირავს თუ არ გაიქცევი. გამოგჭირეს. მეთქი ეგეთი ძაღლია, დგა თუ ვიღაცა საყვარელი ძაღლია. ერთი მოეფერე, მიეფერე და всё, გაჩუნდა სუპა. მონასტერია აქვე და მონასტერთანვე ახლოს ის ობსერვატორია თუ რაღაცა. სადაც სულები ცხოვრობენ და ძალიან ბევრი დაანგრეული შენობებია. მონი მოვედით. უი, აგერო. ნუ საკმაოდ ძველი შენობა. მიდე. მანქანა ჩაი. ყველაფერი ცდილობს რომ შემაშინოს. მანქანის ხმა იყო დედას გეფიცები ხმა იყო. წადი წინ ძმა. მე ოპერატორი შეიძლება იმიცი. მოიცაჩ. ხმა ვერ გაიგონი ახლა? თაგვიყოფილა. და რაც იყვი? ბიჭო, მეგონა რომ არ მეშინოდა, თურმე მეშინია ხო? მაგრამ რისი არ ვიცი. აქაც ჩამონგრეულია ჩვენი აქაურობა. ძალიან საშიშად ვიძებდევა თუ იცოდეს ხო? თან ქარია. ძალიან საშიშა არ ჩავარდით ბიჭო. იქ არ შეიძლება შანსი. ნახე, ანუ აქ სულებზე მეტად იმის საშიშოება, რომ შეიძლება ეს შენობა ჩამოინგრეს, რადგან ძალიან ძველია. აი ნახე, როგორი ის აქედანაც შეახედე რა. შიგნით რო შევიდე. აი რო ჩამოინგრეს მეშინია, აი ნახე როგორ აი დღეზე ჩამოინგრევა. მანდამაიც არ მინდა რომ ასეთ შენობაში გავრისკო შესვლა. სულების კერ მეშინია, აი ამის უფრო მეშინია რომ არ დამეცეს. გარედან დავათვალიეროთ. აშკარად დემონტაჟი მიმდინარეობს, იმიტომ რომ ეს ხები რისია. აქ რაღაცა საპირებელო გავა. არა და ხმა იყო, მეთქი მართლა არიან სულები, თურმე თაგვი. ეს არ ჩამოიგეს, აქედან ვცადოთ აი შესვლა. მე ეჭვება რომ რამე იყოს და შესასვლელი. თავი მუღამისა რო ვერ შევდივარ სახლში. აი აქ უკვე მეშინია აშკარად. აქ ნახე ცვივა, ესენი საშიშია ბიჭო აქ. პროსტა სიარული ძაშიშია უყურე, ფიცრებია იმენ. ჩამოყრილი იქიდან. სახურავიდან ცვივა ფიცრები და ჩვენ ქარიან ამინჩი მოვედით. აი მოკლედ ასეთი აპლიკაციები არსებობს, რომელსაც შეუძლია დააფიქსიროს მოჩვენებები. ანუ რაც ადამიანის თვალი ვერ აღიქოს, აღიქოს როგორც ჩანს კამერები. და რაღაცა. მოგენ რომ ბევრი კამერას დაფიქსირებულა ეს ადამიანის ხელი რო ასეთი რაღაცაა, ხო? ასეთი რაღაცა. ოლდის რეკლამა ჩაირთო. აქ დააჭერს თერს და მე ეძებს სულებს რა. და საინტერესო თუ ვიპოვით რამეს ამ აპლიკაციით. ალბათ დაახლოებით სახლში უნდა იყონენ, ხო? არაფერს არ აფიქსირებს. არც ეს არ აფიქსირებს. იმას დავაფიქსირო. ხო. და მე მეორე რიგში, ანუ ვინმეს თუ გაგიგიათ ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ მოჩვენებამ ვინმე მოკლაო. ეს მაინტერესებს. ან ვინმე დაასახიჩრა ან რამე მსგავს. მოკლედ მოჩვენება ვერანაირად ვერ ვიპოვო. თუმცა ამ შენობას გააჩნია გვირაბი, რომლის ნახვაც მინდოდა და დაუწყე ძველი ინტერვიუების ძიება, საიდანაც უნდა მეპოვა, სად მდებარეობდა ეს გვირაბი. ის ხე, ხო? აშკარად. ხო არ არის, აქ ხო არ არის. იაკ. არა, ნახე ამის ქვეშა ამგონი. რაღაცა ეგრე მგონია რატომღაც. აი ესაა შესასვლელი. კი. შეით რა საშიშია აქ, ბიჭო. კამერას გაგატანა წადი. არა, მარტო ვერ ჩავალ. შეით რა სიძახით, მა. წამოდი. ჩუ. თლად რეკომენდირებული არა აქ. ბიჭო, ძალიან ისეთი ხმები აქვს. ფუხი ხმა. ხო და ეგრეთ ნუიული ძალიან. ხოწები აქ არ ჩაუყვეთ რა.
აქა ესეთი გასასვლელი. და აქ არაფერი აღარა მეგობრებო. შევიდოდი, მაგრამ აი, ვაფშე არაფერი აღარა იქ. სულ ეს იყო გვირაბი. ამის შემდეგ კიდევ ერთი საიდუმლო გვირაბის ძიება დაუწყე, რომელიც ახლოს მდებარეობს ამ შენობასთან. ჯობათ. აი ამ ადგილს ვეძებდით. უია და ეგ ფიზიკის ინსტიტუტზე ეკუთვნი. და არის ძალიან ქვევით იქეთ. და ხო, ვერ ჩავალთ მანქანა. ვერ ხო, არა მანქანით კი არა. თან იქ შეიძლება გლები და ისინიც იყვნენ და ძალიან შორს არის ვერ ჩახვალ. ეხლა ღამე გინდოდა ჩას. ხო. დაგვიღამდა თორე დღისით გვინდოდა. არა, დღე თუ მოხალთ თორე ღამე ძალიან ის არის შორს არის თან ტყეშია ქვევით. ვერ მასიზავთ. არ გიბოდი შეჭებათ. არა, სიბოდიში. მოკლედ ისტორია ძალიან ისეთია ამ ადგილს, რომ ძალიან საინტერესოა და ბრუსით მოცული. მაგრამ როგორც ვიცი რა, ყველაფერი მაინც თვალებით ვერ დაენახავ, კამერაში შეიძლება რაღაცები გამოჩნდეს და სახში რომ მივარ კომპიუტერთან ჩავუჯდები კიდევ ერთხელ და გადავათვალიერებ ამ ყველაფერს გადაღებულს და იქნებ გამოჩნდეს რამე რა.